დიახ. ყობა, მე ელენის ჭადრაკის მასწავლებელი ვარ. ქალბატონო ლაურა. მე მეგონა მეწერა თქვენი ნომერი. ჩემი შვილისგან გირეკავ, მე სახლში დამრჩა ტელეფონი და მოკლედ კარგი ამბავი მაქვს. რა ამბავი? ახლა ფედერაციასთან ვარ და ელენის მოუვიდა მოწვევა. რის? ბათუმში ტარდება იუნიორებს შორის აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ჭადრაკის ტურნირი და ელენეც მიიწვიეს. როგორც მონაწილე. ხო, აბა ჟიურად ხო არ მიიწვევდნენ. დიახ, რა მაგარი ამბავია. ხო, ნამდვილად ელენესთვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯია წარმატებისკენ და ხო გამოვა ელენე? პირველ რიგში დიდი მადლობა და დედამის გავაგებინებ და გადმოგირეკავთ. ამ ნომერს დაგირეკოთ თუ თქვენსაზე? ჩემსაზე საღამოს და ზუსტ დეტალებს გეტყვი შემდეგ, როგორ, როდის და რამდენი ხნით. კარგით, მადლობა, დროებით. ეს მესეჯები. ვინ იყო? ბიჭო, ელენის მასწავლებელი. ბათუმში მიიწვიეს საერთაშორისო ჩემპიონატზე ჭადრაკში. კაი. ბიჭო, რა მაგარი ბავშვია. გიმოცა. მადლობთ. ბიჭო, არ ვიცი რა დღეებშია. გავარკვევ მაგას, მაგრამ რამოდენიმე დღე უნდა მაჩუქოთ კიდე რა. კაი, რა პრობლემა იქნება? არანაირი. მანოს მე ვეთქვი, შენ მაგაზი არ იდახო რა. ჯიგარი. იპოვა ისტორია. რა, ცუდად ხა? ნახე. რა? ის ვნახე. კოჩა? იცოდი? ხო, თამთასთან დადის რეაბილიტაციის მასაჟი. და არ მითხარი? ამშვიდით, ხო, არ მინდოდა რომ გენერვიო. უნდა წავიდე. ერთი წამი, ამ მდგომარეობაში სადმე წახვიდა. მოიცადე ერთი წამი, გაჩერდა. კოჩა არის პაციენტი, ხო ვერ გავაგდებთ. საერთოდ უნდა წავიდე. ერთი წამი მისმინე გოჩას გამო შენ არ უნდა მიდიოდე. გაჩერდი და მოვიფიქროთ რამე ერთად. დავიშვი! ჩემი ჰაილაითერი სად არის? მან უნდა იყოს კარადაში, დედა. სადმედი ხარ ესეთი გაპრანჭული? ეკასთან მივდივართ, დაგპატიჟეს მშობლებმა რაღაც უფრას აკეთებენ გოგას ამბის დამთავრების აღსანიშნავად. რომ ახსენდება რა გადაიტანა ამ ხალხმა? საწყალი მშობლები. რა გადავიტანეთ ყველამ? ხო. რა ლამაზი ხარ? ვინმე შენ ხარ ულამაზესი. ვინ არის? ელოდები ვინმეს? არა. ის როდიდან გადადის ესე გაუფრთხილებლად? კარგი, ახლა გაჩერდი არაფერი არ თქვა კაცოთან ბავშვთან. კობა როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად თქვენ? მადლობა, კარგად. უკაცრავად ესე გაუფრთხილებლად რომ. მოხდა რამე? ელენეს მასწავლებელმა დამირეკა რომელმა? ჭადრაკისმა. და ელენეს იწვევენ ბათუმში საერთაშორისო ჩემპიონატზე. ბათუმში? საერთაშორისო ჩემპიონატზე? ხო, ისე გამიხარდა ეგრევე გამოვქანდი თქვენსკენ. ტელეფონიც დამიჯდა და ვეღარ დაგირეკე მაგით. ფებო, რა მაგარია, ჩემი ჭკვიანი გოგო. მე შეძლებ. მამიკო, რას ვერ შეძლებ? ყველა დაანგრია წინა ტურნირზე, ვინც კი შეყო. ჩემო სიცოცხლე, იცი როგორ მიამაყები? მაგრამ ვინ წაიყვანს? მე გავყვები, ველაპარაკე ბიჭებს და არ მექნება პრობლემა. შენც რო წამოხვიდე. მუშაობ და რა ვქნა. დედა თხომ ვერ უსოს და არ არსებობს ორი დღით რო არ გაგიშვას. ვიზამ რამეს. თან შენ რა ხარ ჩემ თამაშზე ძალ მემატება. ჩემო სიცოცხლე. ვეცდები. ხო, დედა არ დაწყვიტო გული რა ბავშვს. რა მაგარია ბე, შენ ხარ წამოხარ. არა, ბებო, ჯობია შენ, დედიკო და მამიკო წახვიდეთ, არა? რა მაგარი გოგო ხარ ხე. მოდის არა.
ეხლა დაგვირეკავს და გვეტყვის მაგრამ. ნანიგო. ისე რა ამბავი, ამდენი მხალეული სამარხოს უბრალოდ ყوار ვაკეთებთ. კარგი რა ხა ხალი მარტო სამარხოს უფრისთვისაა. აი ღომი მაინც გაგვეკეთებინა რა. მე ხშირად ხდება ჩვენ ოჯახში ასეთი პრობლემების მოგვარება. კარგი რა ზურგო. დამღალე. მოწონათ რა. აი რა. მე გავაღებ. კარგია. ეს ვიმოსულა. ცურაბიძე, როგორ ხართ? ბედნიერი, შვილო, ბედნიერი, ისეთი პრობლემა მოგვიგორდა. ანა ვერ წამოვიდა ხო? ვერა, პატარა ყავს ჯერ და მეშინია. რა დააქვს ვაჟკაცი? დანიელი. დანიელი საოცარი სახელია. მომზადი შვილო. გოგო სად არის? გოგა ქვევით ჩავიდა. მეგონა შენთან მოდიოდა. აი მოვიდა. ეკა. მეგონა რომ არ ვიცი თქვენ რა გეგონით. მაგრამ ეხლა მომისმინეთ. აქ იმის აღნიშნას არ ვაპირებ, რასაც ჩემი დის გარეშე ვერ შეძლებდი. მე რომ დღეს თავისუფალი ვარ. კარგად ვარ და ცოცხალი ყავარ, ჩემი დის დამსახურება, ამიტომ აქ უნდა იყოს ჩვენთან ერთად და ორივე შვილი აქ უნდა ყავ. ერთი შვილი მყავს. ხო გითხარი, არ უნდა მოსულიყო. მამა ვერ გაიგერავ თქვი? ნუ ხსნი რა ნუ რაფერს უნდა წავა. არა, არსად არ წავა. წავა. მაგის ადგილი ამ ოჯახში არ არის. მარი, შენ სად მიდიხარ? უკაცრავად. როგორ ხარ გვიტებო? შენ როგორ ხარ? შენ? ხო ძალიან დაღლილი ვარ, შევა გადავლო და ოთახში ვიქნები. როდის აქედან გვეუბნები, როდის და რას აპირებ? რო? რავდა, შულო უკვე აღარც გვირეკავს სათრჩები, ვისთან, იმაზე რომ არაფერი არ თქვა. რა გინდა დედა? ნიკა, არასწორად იქცევი. დედა შენს ანერვირებ მთელი ღამე. და არც გვატყობინებ. ხო და რატო ნერვიულობ? მე რა კარგია, რა ადვილი სათქმელია, რატო ნერვიულობ? შულო არ ვიცით საერთოდ სად ხარ და რა გჭირს? რა უნდა მჭირდეს? კარგად ხარ და ბედნიერი არ არის საკმარისი. ხო და თუ კარგად ხარ და ბედნიერად ხარ, ჩვენ შეგვატყობინო რომ ჩვენც გაგვაბედნიერო რა. ან ვისთან ერთად ხარ შულო ბედნიერი, ეგ მაინც ვიცოდეთ. არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ნიკა! რა გინდა? უნდა ვიცოდეთ სად ხარ. ანუ გაინტერესებს თამსასთან ერთად ვარ თუ არა? ხო, თამსასთან ერთად ვარ, მაგასთან ვჩერდი ხოლმე. უფრო გაგახარებ, გადავწყვიტე რომ თამსასთან გადავიდე საცხოვრებლად. ალხას ორშვილიანია მამა. კარგი, დამშვიდი და წყალს მოგიდა. ორშვილიანია. ისე ამ ქუსლებით სირბილი არც ისე ადვილია. აი ბოდიში. ვცდილობ რომ ვიხუმრო და ოდნავ მაინც გაგაღიმო. ვერ გამარიმე. რატომღაც მეგონა რომ ესე არ დავიმსხრევოდი. თუ მოკუდები მართლა. კარგი დამშვიდდი და ვერ დამშვიდდები. თურმე შვილადაც არ აღმიქობს. ოღონდ ვიცოდი რომ ეგ დამოკიდებულება ქონდა. არა ვერ ვიგებ რანაირად უნდა შეიზისყო ეს ერთ წამში ადამიანი, რომელსაც გაჩენის წამიდან ეუბნები რომ ყველაზე ძალიან გიყვარს. აი რა შეიზისყო. უბრალოდ ვერ გიგებენ.
შენეთყობა არ დაგინახოს რანაირი სახით მიყურებდა მამაჩი. აი დედაჩემს მარტო სხვების აზრი აინტერესებს. რა უნდა გააკეთოს ელენემ? რა უნდა დააშაოს, რომ ეგრე შეხედო? შეხედავ? ვერა შვილია. ხო და მე არ მყავს შვილი. მაგრამ საყვარელი ადამიანები ხომ მყავს და ეგრე ვერას დროს ვერ გავიმეტ. ეხლა რო იცოდნენ, აი როგორ ვიტანჯები, მაინც იგივენაირად მომექცევდნენ, ალბათ კი. აბი დამშვიდი, გაივლის, ხო იცი მოგვარდება. კი. კი. და როცა მოგვარდება, არც ერთი საყვარელი ადამიანი გვერდით აღარ მეყოლება. ყველა დავკარგე. გთხოვ წავალ რა. არა, გიხვეწები რა, მანქანით ვარ გაგიყვან. ერთად ვისეირნოთ. ფეხით ვინდა გავლა მარტო, გთხოვ. დაგირეკავ კაი. ხო და გადავწყვიტე, ისეთი რამე დავტოვო, რაც ჩემს ასეთ სიცოცხლესაც გაამართლებს. ოღონდ ამას შენი დახმარება მჭირდება. შენ სკეცინება? მე არა. რატომ მეკითხები? ყველანაირი წესით და გამოთვლით ანას უკვე უნდა ემშობიარა რა? მალე ხომ იცი რომ მიდი